მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. მაშინ როდესაც მდგომარეობა რეგიონში ძალიან დაძაბულია, ჩვენ ხედავთ ერთ ძალიან უცნაურ განცხადებას, რომელიც გაკეთდა უმსხვილესი რუსული Telegram არხის მეშვეობით, რომელსაც ქვია Ribari, მე ლინკს დავტოვებ ასევე აღწერაში, რომელიც დაფუძნებულია რეალურად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის თანამშრომლის მიერ და აქ რა თქმა უნდა უკვე ეჭვები ჩდება, რამდენად ის ყოფილი არის და ხომ არ აჟღერებს რუსეთის ოფიციალურ პოზიციას არაოფიციალურად. პრინციპში ეს საკმაოდ ლოგიკურია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა წერია ამ განცხადებაში, ან ამ შეფასებაში. და ახლა თქვენთან ერთად მინდა რომ გამვიხილოთ, წაგიკითხავთ პირველ რიგში, რადგანაც ფიქრობ, რომ ჩვენ უსაფრთხოების ზოგად კონტექსტში აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რა თქმა უნდა, რეგიონში რა ხდება, ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით რუსეთ-უკრაინის ომი გვაღელვებს, რა თქმა უნდა, ისევე როგორც სომხეთ-აზერბაიჯანის ყოფილი კონფლიქტი, ახლა აზერბაიჯანი-ირანის დაძაბულობა, სომხეთში რუსული აქტიურობა, ეს ყველაფერი საქართველოს უშუალოდ ეხება პირდაპირ ან ირიბად. წაგიკითხავთ განცხადებას. აქედან ჭყალებში. გიუმრი უარესისთვის ემზადება 102 რუსული სამხედრო ბაზის გარშემო არსებული სიტუაცია. გიუმრიში მდებარე 102 რუსული სამხედრო ბაზის ბედი ბოლო დროს სულ უფრო გაურკვეველი ხდება და სომხეთის ხელისუფლების მხრიდან საპირისპიროს მტკიცების მცდელობების ნდობას არ იწვევს. ჩვენი ინფორმაციით, პერსონალი შეიარაღებული ესკალაციისთვის ემზადება. სომხეთის სარდლობამ მოითხოვა საჰაერო თავდაცვის ყველა აქტივის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა და საჰაერო სადამკვირვებლო პუნქტებისა და მანევრირებადი საცეცხლე ჯგუფების გაძლიერება. ამასობაში სომხები თავად არღვევენ სამხედრო თანამშრომლობას, შეიარაღებულ საჰაერო თავდაცვას. სარდლობის პუნქტში ისინი უარს ამბობენ რადარებიდან ინფორმაციის მიწოდებაზე და მხოლოდ სომხურ ენაზე ურთიერთობენ. თებერვლის შუა რიცხვებიდან ასევე შეინიშნება უკრაინული სანომრე ნიშნებით სატვირთო მანქანების რაოდენობის ზრდა. ეს განსაკუთრებით საინტერესოა იმის გათვალისწინებით, რომ ირანელების წინააღმდეგ ომში ეგრეთ წოდებული უკრაინიდან დრონების ოპერატორების განლაგება მოხდა. ირანის თავზე სააერო სივრცის დახურვამ ასევე შეწყვიტა გიუმრის ბაზის მომარაგება, რადგან სხვა ქვეყნები უარს ამბობენ სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავების სომხეთში შესვლაზე, ანუ დაშვებაზე. ამ პირობებში ბაზა უპილოტო საფრენი აპარატების მონაწილეობით პროვოკაციებისთვის ემზადება. სამხედრო პერსონალი შიშობს, რომ თუ დრონები, სააერო თავდაცვის სისტემები წარმატებით ჩამოაგდებენ დრონებს, ნამსხვრევებმა შეიძლება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანოს, რაც დაინტერესებული მხარეებისთვის ძალიან მოსახერხებელი საბაბი იქნება ბაზის გასაყვანად აქედანო. სანამ ირანის გარშემო ომი მძვინვარებს, გიუმრიში შეიძლება შეიქმნას პრეცედენტი, რომელიც რუსული კონტინგენტის გაყვანის საბაბს წარმოადგენს. სულ ახლახანს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსული ბაზა ამჟამად ხელს არ უშლის სომხეთის ევროპულ მისწრაფებებს, მაგრამ მიანიშნა, რომ თუ შეუშლის ბაზის გაყვანა მოხდება. გიუმრის ბაზის გარშემო მიმდინარე საინფორმაციო პროვოკაციებმა, რომელსაც აშკარად მხარს უჭერს სომხეთის ხელისუფლება, დიდი ხანია ცხადყო, რომ ერევანი ცდილობს მოამზადოს ნიადაგი რუსული ბაზის გაყვანის უფრო სწორად ვიტყვი, რუსული ბაზის წინააღმდეგ დარტყმისთვის, ეს ტერმინს იყენებენ დარტყმა, უდარ რუსულად რეალურად რას გულისხმობენ, ეს ცხადია ცალკე თემაა, გავაგრძელებ და ვამთავრებ იმის გათვალისწინებით, რომ ეს არა მხოლოდ დასავლეთი კურატორების, არამედ თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ასეთი სცენარი საკმაოდ სავარაუდოა. აქ დამთავრდა მათი ციტირება და ახლა ვეცდები რომ გავაანალიზო რასთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში აქ უნდა ვთქვათ, რომ აქ არის გარკვეული ფაქტობრივი მონაცემები,
და ამავდროულად გარკვეული შეფასებები, ვარაუდები და სცენარები. პირველი ფაქტობრივი მდგომარეობა ეხება იმას, რომ ბოლო დროს, ესე იგი, გიუმრის ბაზის ბედი უცნაური გახდა, ხო ეს ფაქტობრივი მდგომარეობა, ამაზე სომხურ საზოგადოებაში არის საუბარი. გაყვანაზეც ფაშინიანის სიტყვები რაც თქვა, სწორია, ასეთია, რამდენიმე დღის წინ თქვა, ასე რომ ეს არის ფაქტობრივი მდგენელი. ჩვენი ინფორმაციით პერსონალი შეიარაღებული ესკალაციისთვის ემზადება, ეს არის სიახლე ჩვენთვის, რომელიც არ ვიცოდით და ოღონდ რა ტიპის ესკალაციისთვის ეს კიდე ცალკე საკითხია. შემდეგ, სომხურმა მხარემ მოითხოვა საერო თავდაცვის ყველა აქტივის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა. ეს სავარაუდოდ უკავშირდება აზერბაიჯანზე, ნახიჩევანზე დარტყმის კომპონენტს და იქედან გამომდინარე ამ დარტყმის შედეგად ცხადია სომხეთი ასევე სადაც იქვე მდებარეობს საკუთარი საერო თავდაცვის ძალები ბუნებრივად მოიყვანდა მზადყოფნაში. მათ შორის სავარაუდოდ ეს ბაზა რუსული რაც იქ არის, ანუ თვლად ესე მარტო რუსული არ არის. იქ სომეხი ჯარისკაცები წიმყოფებიან, ასე რომ სომხეთი ამ ბაზას განიხილავს საკუთარ ბაზასაც. ანუ რუსეთიც არის იქ, მაგრამ იქ გარკვეული სომხური შეიარაღებული ძალებიც არიან. შესაბამისად, ბრძანებას თუ გასცემენ ბუნებრივად, მაგრამ რადარებიდან ინფორმაციას არ ესე იგი გვიზიარებენო სომხები ამ მთელი პერიოდის განმავლობაში. ხო, ეს საჯაროდ ახალი ინფორმაცია, მაგრამ პრინციპში არაფერი ახალი ამაში არ არის, იმიტომ რომ იმის შემდეგ რაც სომხეთმა პირველად და უკანასკნელად ჯერმუკის ესე იგი მოვლენების დროს, როდესაც აზერბაიჯანი შეიჭრა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე ჯერმუკთან და დღემდე იმყოფება იქ, მიმართა რუსეთს, რუსეთმა იმ დროს რეალურად დახმარება არ გაუწია სომხეთს. ორმხრივი შეთანხმებები დაარღვია ეს შეთანხმება და ამის შემდეგ სომხეთმა დე-ფაქტო გააჩერა ოდეკაბ-ში საკუთარი წევრობა, ანუ გაყინული არის და ამავდროულად რუსეთთანაც ეს შეთანხმებები პრაქტიკულად გაყინული გახდა. აქედან გამომდინარე, ცხადია რომ სომხეთმა უკვე საერო თავდაცვის სისტემა თუ ადრე ჰქონდათ ერთობლივი, არსებობდა ასეთი სომხურ-რუსული საერო თავდაცვის სისტემა სომხეთის ტერიტორიაზე, ახლა ეს არის ცალკე სომხეთის საეროს, ესე იგი, თავდაცვის სისტემა. სწორედ ამიტომ არ უზიარებენ მონაცემებს, რაც ბუნებრივია, ლოგიკურია და არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის. შემდეგ ამას ემატება კიდევ ერთი კონკრეტული მომენტი, საინტერესო, რომ თებერვლის შუა რიცხვებიდან შეინიშნება უკრაინული სანომრე ნიშნებით სატვირთო მანქანების რაოდენობის ზრდა. სად? სომხეთში ალბათ, ხო? რა კონტექსტში? რა შუაშია? რა უკრაინული მანქანები? რა სატვირთოსაც გააჩნია დადის აგერ ტვირთი პრინციპში ნებისმიერი ადგილიდან. ლოგიკა სად არის? ან თუ და მერე საუბრობენ დრონებზე, ანუ დრონის ოპერატორებიო. ნახეთ, ნახეთ როგორ ამბობს ეს განსაკუთრებით საინტერესოა იმის გათვალისწინებით, რომ ირანელების წინააღმდეგ ომში ეგრეთ წოდებული უკრაინიდან, ჯერ უკრაინას ეგრეთ წოდებულს უწოდებს, მაგრამ დრონების ოპერატორების განლაგება მოხდა. ანუ დრონების ოპერატორები ირანთან ბრძოლის კონტექსტში უკრაინული დრონების ოპერატორებზე საუბარი თუ არის, ეს არის დრონების საწინააღმდეგო დრონების ტექნოლოგია, ახლა რაზეც საუბარია. ნებისმიერ შემთხვევაში ეს დრონების განლაგება უნდა მომხდარიყო ერთადერთი ყურის ქვეყნების მიმართულებით, სადაც უკრაინა ახლა მართლა სთავაზობს, რომ მოდით ჩვენს ოპერატორებს განვალაგებთ იქ რისთვის? იმიტომ რომ კონკრეტულად $20,000 შაჰედის დრონი რომ შემოიჭრება, უკრაინას აქვს $5,000 დრონი, რომელიც მაგ დრონს ანადგურებს. ეს ტექნოლოგია არის შექმნეს უკრაინელებმა, იმიტომ ჭირდებოდათ 4 წელია ომი მიდის. და ამერიკელები იქ $5 მილიონ პეტრიოტის რაკეტით, ესე იგი, იყენებენ და რო ჩამოაგდონ ეს $20,000 დრონი შაჰედი. ამიტომ უკრაინელები ამბობენ, რომ ჩვენ მოგვაწოდეთ ეგ ბალისტიკურ რაკეტებისთვის არის ეგ რეალურად პეტრიოტი და არა დრონების წინააღმდეგ, თან ესეთი იაფი დრონების, ხო? გააჩნია დროსაც კიდე ჰაროპის ტიპის თუ არის და ასე შემდეგ, სხვა რამეა. და ჩვენ მოგვაწოდეთო, ну ცხადია აქ თანხაზე არ არის საუბარი, ანუ იდეაზე არის საუბარი და ჩვენ მოგაწვით სპეციფიკურს, იმიტომ რომ უკრაინას აქვს სწორედ დეფიციტი საერო თავდაცვის სისტემების, სწორედ ბალისტიკურ რაკეტების წინააღმდეგ, მაგრამ ეს სომხეთში განლაგებაზე საუბარი არასერიოზული, ან კარგი დრონების განლაგებაზე თუ არის საუბარი, ან ადამიანების
აქ დაუშვათ გადმოსვლაზე სომხეთში. ჯერ ადამიანების სატვირთოებით როგორ გადმოვლენ უკრაინიდან რუსეთის საზღვარი დახურულია, ხო? უნდა გაიარო რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, საქართველო, მერე სომხეთი, ხო? რეალურად. ნუ წარმოუდგენელი ამბავია. მეორე დრონების გაგზავნა. ნუ რა აზრი აქვს დრონების გაგზავნა სატვირთოებით, როდესაც დრონების გაგზავნა შეიძლება თვითმფრინავებით. ან სატვირთოებით თუ გააგზავნე დრონები, კარგი, აი ეს ლოგიკაც აქ დავასრულეთ. თუ ირანის წინააღმდეგ არის, რუსულ ბაზასთან რა კავშირში არის? ან როგორ წარმოუდგენიათ, აი რამდენად ფეიქია რომ გავიაზროთ, ხო? ანუ უკრაინელები სომხეთში თავდასხმას მოაწყობენ რუსეთის ბაზაზე? და ამავდროულად ხო შეიძლება დაადგინოს საიდან მოდის დრონი? დაადგინო რა დრონია, ვისი დრონია, როცა ჩამოაგდებ. ხო, გასაგებია, როგორც კი დაადგერო უკრაინული დრონია, ნუ წარმოუდგენელი ამბავია, სომხეთში უკრაინულ დრონს რა უნდა, ხო და ასე შემდეგ. ანუ რუსულ ბაზას წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ან საერთოდ ვინ თქვა რომ სომხეთი, ან სომხეთის ტერიტორიაზე ვინმე აპირებს რუსულ ბაზაზე თავდასხმას, ხო? თავისი არსით ფეიქია. მერე რას ამბობენ რომ ჩვენ ამას რომ ვუპასუხებთო, ნერვიულობთო, რომ შესაძლოა საერო თავდაცვის მუშაობის დროს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდესო. ეს ხომ საერთოდ წარმოუდგენელი ამბავია. ანუ მე ვიტყვი რომ რეალურად აქედან რაც გავიგეთ, ემუქრება კონკრეტულად რუსეთი სამოქალაქო ობიექტების დაბომვით, გიუმრის, იმ საბაბით რომ რაღაცა ჰაერში შევამჩნიეთო დრონი. უკრაინელების. მაშინ როდესაც რეგიონში უკრაინელების დრონი უბრალოდ წარმოუდგენელია, ხო? რაზეა საუბარი? სომხეთამდე რანაირად უნდა მივიდეს უკრაინული დრონი? თუ მივად ირანული დრონი შეიძლება მივიდეს პირობითად ნახჭევანი საკმაოდ ახლოს არის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში და ირანიც ახლოს არის. ამიტომ ეს წარმოუდგენელი ამბავია, მაგრამ აქ საინტერესო არის კიდევ ერთი ფაქტორი მდგენელი, რომ ირანისა რო ჩაიკეტაო ვეღარ ვაწვდითო გიუმრის ბაზას. ნუ სხვა ქვეყნებიო, აქ იგულისხმება საქართველო და აზერბაიჯანი, ამას ბლოკავენ. ნუ ეს ახალი რამე არ არის, ამას ბლოკავენ სულ რეალურად, იმიტომ რომ საქართველო უკრაინასთან, რუსეთთან რეალურად დიპლომატიური ურთიერთობები არ არის, ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიების 20% და ასე შემდეგ. შესაბამისად ეს ბუნებრივი პროცესია და მეორე მომენტი ძალიან ასევე აქტუალური და მნიშვნელოვანი უკავშირდება იმას, რომ აზერბაიჯანიც ბუნებრივად ამას ხელს არ უწყობს. ყოველთვის იყო ირანის გავლით. ანუ ეს არ არის ახალი ინფორმაცია ეხლა რაც რუსეთმა აქ თქვა და კიდევ უცნაური არის რატო ცდილობს რუსეთი ამას წარმოჩენას როგორც გარკვეულ სიახლეს. და შემდეგ ასევე მნიშვნელოვანია რომ ესე იგი ეს უნდა საბაბად გამოიყენონ ბაზის გაყვანისთვის. ანუ ბაზის თემა რომ არის კი გასაგებია, მაგრამ ეხლა წინა საარჩევნოდ ჯერ რომ მოქმედ პრემიერ-მინისტრს აი ეს არხი უწოდებს ამბობს დასავლეთის კურატორები. შემდეგ ამბობს თურქები და აზერბაიჯანელების მოთხოვნა. ფაშინიანის წინააღმდეგ ასეთ განცხადებას აკეთებს შენს ტერიტორიაზე არსებული სომხეთის ხო ამ შემთხვევაში უცხო ბაზის კონტექსტში ყოფილი თანამშრომელი. და გარდა ამისა, როცა იმუქრება სამოქალაქო ობიექტების დაზიანებით, ანუ იმის ნაცვლად, რომ ეს ბაზა თეორიაში მაინც არის თავდაცვის მიზნით სომხეთის და არა სომხეთის დაზიანების მიზნით თეორიაში. პრაქტიკაში არა, თეორიაში. რეალურად სომხეთის საფრთხეა. ეს კიდევ ერთხელ უბრალოდ ცხადყოფს იმას, რომ აქ არის საკმაოდ სახიფათო სცენარები, ძვირფასო მაყურებლებო. სცენარი იმისა, რომ შეიძლება რუსეთმა რაღაც აქ მოითხოვოს, რომ კავშირი არ მაქვს ბაზასთან, ეს თემა ცალკე თეორიულად არსებობს და მერწმუნედ სომხეთს არანაირი ინტერესი არ აქვს ამ მიმართულებით, სომხეთს არ ჭირდება რომ ეს ბაზა გაძლიერდეს, გაყვანაზე არის საუბარი, აგერ სტატია საუბრობს. მეორე სამხედრო ესკალაცია და პროვოკაცია აშკარად პროცესში შეიძლება იყოს და ეს ყველაფერი წინა საარჩევნო გარემოში სომხეთში, სადაც 7 ივნის სამ თვეში გაიმართება საკვანძო საპარლამენტო არჩევნები ფაშინიანის ხელახალი არჩევის საკითხი დგას დღის წესრიგში. სწორედ ამიტომ ჩავთვალე რომ ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა დავაკვირდეთ რუსეთის ქმედებებს ამ მიმართულებით და გქონდეს სრული წარმოდგენა თუ როგორი არის იქ განვითარება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გთხოვთ რომ ხარი დაუჭიროთ არხს, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ამ ვიდეოს, ამ ანალიზის მოწონებით და ლაიქებით.
თქვენი მოსაზრებების დაწერით კომენტარებში, არხის გამოწერით, არხზე გაწევრიანებით და წევრი რომ გახდეთ, მათ შორის წევრი რომ როცა გახდებით, შეგეძლებათ რომ უფრო ადრე მიიღოთ არსებული ვიდეოები და განსაკუთრებით ცალკე კიდევ სხვა დამატებითი ანალიზებიც